სომხეთში საპარლამენტო არჩევნები ნიკოლ ფაშინიანის პარტიის გამარჯვებით დასრულდა. მეორე ადგილზეა ბლოკი ძლიერი სომხეთი. არჩევნების სომხეთში დაკავებების ფონზე მიმდინარეობდა. დეტალებით მარიამ ქართველიშვილი გვიერთდება ერევნიდან. ნიკოლ ფაშინიანის ლიდერობით მართლმა პარტიამ ძალაუფლება შეინარჩუნა, როგორც თქვენც უკვე აღნიშნეთ, სომხეთის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებული არის სამოქალაქო შეთანხმება. ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ცოტა ხნის წინ გამოაქვეყნა ხმების 100% დათვლილი არის უბნების 100% და პროცენტული მაჩვენებელი ასე გადანაწილდა ნიკოლ ფაშინიანის პარტია სამოქალაქო შეთანხმება თითქმის 50% აქვს. სამუელ კარაპეტიანის ბლოკს ძლიერი სომხეთი 23%, ექს-პრეზიდენტ რობერტ ქოჩარიანის ალიანს კი 9,94%. სომხეთის პარლამენტში 4 პოლიტიკური ძალა შედის. ნიკოლ ფაშინიანის სამოქალაქო შეთანხმებას 61 მანდატი აქვს, ბლოკი ძლიერი სომხეთი 28 მანდატი, ბლოკი სომხეთი 11 მანდატი. ნიკოლ ფაშინიანის პარტიამ შტაბში გვიან ღამით იზეიმა გამარჯვება, მაშინ როდესაც ხმების დაახლოებით 30% იყო დათვლილი. ფაშინიანმა მიმართა საკუთარ ამომრჩევლებს და მედიის შეკითხვებს უპასუხა. ის ამბობს, რომ წინასაარჩევნო დაპირებებს შეასრულებს და ასევე სომხეთს მშვიდობას დაპირდა. არჩევნების შედეგების მიხედვით გაიმარჯვა პარტია სამოქალაქო კონტრაქტმა. პარტია მთავრობას დამოუკიდებლად ჩამოაყალიბებს. 2021 წელთან შედარებით სამოქალაქო კონტრაქტმა სომხეთის რესპუბლიკის მოქალაქეთა უფრო დიდი რაოდენობის მხარდაჭერა და მეტი ნდობის მანდატი მიიღო. ეს დიდ პასუხისმგებლობას გვაკისრებს და ნიშნავს, რომ სომხეთის რესპუბლიკის მოქალაქე დადგა სახელმწიფოს დამოუკიდებლობის, მომავლისა და მშვიდობის დასაცავად. როგორც წინასაარჩევნო პერიოდში, ასევე უშუალოდ არჩევნების დღეს დაკავების ფონზე მიმდინარეობდა საარჩევნო პროცესი. უშუალოდ ნიკოლ ფაშინიანის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა თქვა, რომ 200-მდე ადამიანი არის დაკავებული და მათი უმეტესობა არის ოპოზიციური ალიანსების და ბლოკების წარმომადგენლები და ძირითადად სისხლის სამართლის საქმეები უკავშირდება ამომრჩევლის მოსყიდვას. იცით, რომ დაკავებულებს შორის არის სამუელ კარაპეტიანის პარტიის 6 წევრი, რომლებსაც ასევე ედავება და საგამოძიებო უწყება ამორჩევლის მოსყიდვის ფაქტს, ფულის გადაცემის ამსახველი ვიდეო მასალაც გავრცელდა ადგილობრივ მედიაში და ასევე გავრცელდა ფარული ჩანაწერები. დაკავებული არის ერევნის ყოფილი მერიც, მას 2 მუხლით ედავება გამოძიება, ეს არის უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება და ფულის გათეთრება. გუშინ არჩევნების პროცესის პარალელურად 2 პარტიის ოფისი, ოპოზიციის 2 ოფისი შხრეკა ჩატარდა და 6 ადამიანი დააკავეს, მათ შორის 1 იყო გიუმრიში საპოლიციო ღონისძიება, რომლის შედეგადაც 3 ადამიანი არის დაკავებული. სწორედ ოპოზიციური პარტიის ლიდერები არჩევნების შემდეგ გვიან ღამით ნიკოლ ფაშინიანს ზეწოლაში ადანაშაულებენ და პოლიტიკურ დევნაში ადანაშაულებენ. სამუელ კარაპეტიანმა თქვა, რომ მისი პარტიის დაახლოებით 70 წევრი არის დაკავებული. თავად ნიკოლ ფაშინიანმაც ისაუბრა ამ დაკავებებზე და საპოლიციო ღონისძიებებზე და დაანონსა, რომ დაკავებები გაგრძელდება და ოპოზიციური პარტიის ყველა ლიდერი, ძირითადი ლიდერები სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის საკითხის ქვეშ დადგებიან. ჩვენზე ფართომასშტაბიანი ზეწოლა ბოლო 1 თვის განმავლობაში. ამ დროისთვის გუნდის დაახლოებით 75 მხარდამჭერი დაპატიმრებულია, ხოლო 7-ზე მეტი ადამიანი პოლიციაშია გადაყვანილი. ადმინისტრაციული რესურსის უხეში გამოყენების კონკრეტული მაგალითები დაფიქსირდა კენჭისყრის შემდეგ ღამით. შუაღამისას მეღრეში საარჩევნო უბანზე მასობრივად მიიყვანეს სამხედრო მოსამსახურეები, რათა ხელისუფლების სასარგებლოდ ხმის მიცემა ორგანიზებულიყო. რობერტ ქოჩარიანი ციხეში წავა, გაგիկ ცარუკიანი ციხეში წავა, სამუელ კარაპეტიანიც ციხეში წავა. ქოჩარიანი 2008 წლის 1 მარტის დანაშაულისთვის უნდა გასამართლდეს. გენერალური პროკურატურა მისი ოჯახის მიერ უკანონოდ მოპოვებული ქონების და 200 მილიონი დოლარის კონფისკაციას ითხოვს. კარაპეტიანმა არმია გაძარცვა, ის უნდა დაისაჯოს. უკანონოდ მოპოვებული ქონებისთვის პასუხი ცარუკიანთან ერთად მისმა შვილმა და მოკავშირეებმაც უნდა აგონ.
ნიკოლ ფაშინიანი იღებს ოფიციალურად მილოცვებს, ერთ-ერთი პირველი, ვინც ფაშინიანს გამარჯვება მიულოცა საპარლამენტო არჩევნებში იყო საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე. ირაკლი კობახიძემ აღნიშნა მოუთმენლად ელის სტრატეგიული პარტნიორობის კიდევ უფრო გაღრმავებას. გულწრფელად ულოცავს სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანს არჩევნებში მისი პარტიის წარმატებას, მოუთმენლად ველი ჩვენი მჭიდრო თანამშრომლობის გაგრძელებას, რათა გავაძლიეროთ სტრატეგიული პარტნიორობა და მეგობრული ურთიერთობები საქართველოსა და სომხეთს შორის ჩვენი ერების საკეთილდღეოდ. ხმების 100% დათვლილია სომხეთში საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებულია ნიკოლ ფაშინიანის პარტია. სამოქალაქო შეთანხმება საერთაშორისო დამკვირვებლებთან ერთად საარჩევნო პროცესს აკვირდებოდნენ, როგორც მაყურებელმა იცის საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის წარმომადგენლები და ასევე EUTOS დელეგაციაც სავარაუდოდ დარღვევებთან დაკავშირებით დღის განმავლობაში გაკეთდება მათი მხრიდან ოფიციალური განცხადება. ჯერ უცნობია ისაუბრებს თუ არა მისია დაკავებებთან დაკავშირებით.